დღისგან ვიჯდება მეგობრებო დაბნელებას მეცხრე სახლში. მეცხრე სახლი ჩვენთან მსოფლმხედველობა არის, მოგზაურობა არის, ეს არის ახალი სწავლა მაგალითად, ახალი ცოდნის მიღება, გაფართოება ცნობიერების. ზოგ შეიძლება მოუნდეს რაღაც დიპლომის აღება, ზოგს ახალ სასწავლებელში მოუნდეს მისვლა, ზოგს ლექტორობა მოუნდეს მაგალითად. უმაღლესი განათლება არის ჩვენთან მეცხრე სახლი. ახალი მიზნები მჭირდება, ახალი გამოწვევები მჭირდება განათლებაში. ან ის რაც მე ვიცი, როგორ მოახდინა ამის რეალიზება. ეს ჩვენთან მეცხრე სახლი არის. შორეული ნათესავები მეცხრე სახლი არის. აქ რაღაც სიახლის შეტანა არის, შეიძლება ურთიერთობებში საჭირო შორი მოგზაურობები. მეცხრე სახლი არის ჩვენთან ვიღაცას მოუნდება სასწავლებლად სადღაც წასვლა, ან ახალი არის, ან უცხოეთში ცხოვრობს ვიღაცა მაგალითად და დღის რქა და ახალი სიახლე არის რაღაც შესატანი მაგალითად მათ ცნობიერებაში. სიახლე არის შესატანი ღირებულებებში, ღბლისიანი არის სხვა შორის მეცხრე სახლი ჩვენთან, რაღაც ისეთ პოზიტიურ ენერგიასაც რთავს ხოლმე, ეს არის მოგზაურობა, ეს არის ახალი ჰორიზონტების დასახვა, ოპტიმიზმით ახსავს იქნება და უბრალოდ იუპიტერული ენერგია არის შემოსატანი დღის რქებისთვის, ეს არის სიხალისე, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა და ამითი ახალი მიზნების დასახვა. თუმცა იქ გვახსოვდეს, რომ სატურნიც არის ჩართული და იქ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ სიახლეების, ამ ოპტიმიზმის გამომუშავება რაღაცების დაალაგების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. აქეთ იყოს უკვე საჭირო ეს ადამიანი ვიღაცები რომ დაარიგოს ვიღაცას რომ ღირებულებათა სისტემა გადასცეს სიტყვაზე, ხო? აი გურუს ვეძახით მეცხრე სახლს, გურუს სახლი, მასწავლებელი მასწავლებლის სახლი. ზოგ შეიძლება მოუნდეს ვიღაცა ნახოს ეს სულიერი მასწავლებელი, ან ზოგი თვითონ გახდეს. უბრალოდ ნათესავები მოდიან და ყველა მე მეკითხება ჭკუას. ზოგ დღის რქას აი ესე ძალიან მარტივად გაუთამაშდეს და აქ რაღაც სიახლე მაქვს შესატანი, ხო? მაგალითად აი ამ ჩემს მსოფლმხედველობაში ეს არის დაბნელების ენერგია უკვე, მაგრამ აი სტრუქტურა რო აღიხსნათ მეცხრე სახლის, ეს არის მასწავლებელი. რომელიც შინაგანი მასწავლებელი ოღონდ თითქოს, რომელიც აი ძალიან ზევიდან უყურებს ყველაფერს და ამ ზევიდან ყურებაში ხო რაღაც სიბრძნესაც ფლობს ესე რომ ვთქვა. და აი ამ სიბრძნის შემოწმების, ან ამ სიბრძნეში რაღაც სიახლის შეტანის ძალიან კარგი საშუალება აქვს ახლა დღის რქებს.